სად გაქვთ მეტი წილი თქვენი უძრავი ქონება შეძენილი საქართველოში თუ უცხოეთში და სად უფრო მომგებიანი აღმოჩნდა თქვენი უძრავი ქონების დაბანდებები საქართველოში მთელი ჩემი უძრავი ქონების შენაძენი არის ემოციური შენაძენი როგორ იცით აი მეზობელი რომ ყიდი და მიწის ნაკვეთს და მამა ჩემი რომ მეტყოდა ხოლმე რომ აი შვილო მოდი შევიძინოთ მიწის ნაკვეთი ჩვენს გვერდით არის და აი იმ წუთას ვფიქრობდი რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი რამ მაგრამ მე გარდაიცვალა მამა ჩემი და დავფიქრდი და შევიძინე და ვნანობდი იმას რომ რატომ არ შევიძინე მაშინ როდესაც ცოცხალი იყო და აი ყველაფერი რაც საქართველოში შევიძინე იყო ემოციური უბრალოდ ჩემი რაღაც გარკვეული ემოციური მოთხოვნილება დავიკმაყოფილე ჩემი მიწაა ჩემი ქვეყანაა ჩემი სიყვარულია ჩემი კუთხეა ამიტომ თორემ არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ რაღაც მოგებისთვის ან ნამატისთვის ყოველთვის ფიქრობდი მომავალზე ყოველთვის ფიქრობდი დაბრუნებაზე მეტი წილი ამიტომ შევიძინე ჩემი უძრავი ქონება ამერიკის შეერთებულ შტატებში მთელი ჩემი უძრავი ქონება იყო დაბანდება და ნამატი და ზრდა აი ასე იყო ჩემთვის როგორი გამოცდილება გაქვთ თქვენ? სად გაამართლა თქვენთვის?